გამარჯობა გამახსენე. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩკივორე ჩალენჯი ხასა. კახა კალაძეს ისედაც ყველა დაესია. ათრევს. სრულიად სამართლიანადაც. თუმცა არ ვიცი, ამდენი შეგონება ამ ასაკში და ამ რაზგონით რამდენს უშველის. ზომიერება და ტაქტი ოჯახიდან უნდა მოდიოდეს, გარემოდან, აღზრდიდან. შენ თვითონ უნდა ხვდებოდე, როდის შეიძლება, როდის არ ღირს და როდის არ შეიძლება. აი, კატეგორიულად არ შეიძლება სოციალური პრივილეგიისა და ფულის დემონსტრირება. ან ვინმე უნდა ყავდეს გარშემო კარგი მრჩეველი, გემონებიანი და ტაქტიანი. და შენი მორალური ეტალონი 800 ქურდი არ უნდა იყოს, ნახდად. მაგრამ ეგ მართლა გემონების ამბავია. ტაქტიან ადამიანებსაც ყავთ ამ მრჩეველი და ქაჯებსაც, შავნიფხვიანებსაც და საერთოდ უნიფხვოებსაც. მე აქ სრულიად პრაგმატული კითხვა მაქვს ახლა. კითხვა კანონთან. საქართველოში არის რეგიონები, სადაც გზა თავისთავად გადადის მდინარეზე. მაგალითად, პირიქით და ხევსურეთში, ან თუშეთში, ან სვანეთის რაღაც სოფელში. ვერ მოხვდები თუ მდინარეზე არ გადაიარე. მაგრამ მდინარე ინწარაზე, ეს ადგილი, სადაც ეს რაზმი დაშლიგინებს, არსად მისასვლელი გზა არ არის. უბრალოდ შევარდნენ ტიპები მდინარეში და რამდენიმე კამერი, დრონებით, რეჟისორებით, ოპერატორებით გადაიღეს, როგორ ერთობიან. ამ მდინარეს სახელმწიფო ისევე იცავს, როგორც სხვა მდინარეს. უნდა იცავდეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მდინარეში მანქანის რეცხვა 50 ლარიანი ჯარიმით ისჯება. ხოლო თუ ეს დაცულ ტერიტორიაზე ხდება, 350 ლარით. მაინტერესებს, გარემოს დაცვის ინსპექციამ ან ვინმე შეისწავლა საჯარო სივრცეში სიამაყით გამოდებული ეს ვიდეო და რა მექნა? კიდევ ერთხელ, ესენი არ მიდიოდნენ A წერტილიდან B წერტილამდე. ეს მდინარე მათთვის არ იყო რაღაც ბუნებრივად გადასალახი წინააღმდეგობა. მათ უბრალოდ იჯლიგინეს წყალში და ააბინძურეს ნავთობპროდუქტებით, საწვავის ნარჩენებით, საწყებს აფუხი მასალით, ანტიფრიზით, მჟავებით, ნამწვით, რა ვიცი, კიდევ რა აქვს მანქანებზე ჩერჩენილი. საწყალ თევზებსა და ბაყაყებს გულები რო დაუხეთქეს, მაგაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. და სახელმწიფო ახლა რაო? დააჯარი მეტკალაძე 50 ლარით. თუ პლაკატის გაკვრა ქალაქის შენობაზე, გარემოს აბინძურებს და მანქანის ჯლიგინი ბუნებაში მხოლოდ აკეთილშობილებს? მოკლედ, ჯარიმას ველოდებით, მეგობრებო. ბოდიშს არა, ეგ სიტყვა არ იცის იმან, ვინც ხან 13 ნომერი იყო, ხან 4, მაგრამ სამუდამოდ 9 ნომრად დარჩა.